გასაგებია, მორიგი სატყვა არა არის ხელისუფლებას, რომელსაც ამომრჩევლისთვის ბოლო წლების განმავლობაში ყოველ შემთხვევაში არაფერი გაუკეთებია, ჭირდება რაღაცა სასაუბრო და იმ პირობებში, როდესაც ყოველ წელს მე პირადად მქონდა რამდენიმე აქცია 2019 წელს, 2020 წელს, 2021 წელს ფასებთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოსთან, წამლების ფასებთან დაკავშირებით, როდესაც ვამბობდი 2020-ში პატივცემული ჟუგანოვის პარტია, რომელიც პარლამენტშია და დღეს ბევრ რაღაცებს ამბობენ ფასებზე 2020-ში, ფან გახარიებზე ამბობს ამას მაყურებელს. ხო, არ მაინტერესებს მისი ქართული სახელი, ვინაიდან ის როლი, რასაც ისინი ასრულებდნენ, ეს არის 2020-ში ფასების მატება. მათი გუნდის წევრი იქნება შემდეგ ჩვენი სტუმარი და არ მინდა რომ ამ ხო, არა, ძალიან მნიშვნელოვანია 2019-ში, 2020-ში, 2021-ში სულ ეს არის მისი პრემიერობის დროს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც არაფერს არ აკეთებს ფასების დასთან დაკავშირებით. 2021-ში ყველაზე ვალაუალი ქვეყანა ხდება ერთ-ერთი მსოფლიოში საქართველო. ანუ როდესაც ვალებით დატვირთული, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს ელემენტარულად არ აქვს საშუალება თავი ერჩინონ. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი მაქვს კანონ პროექტი მინიმალური ხელფასის შესახებ. ამ მთავრობის დროს კანონი, რომელიც მოაგვარებს ფასების პრობლემას კი არა, ხელფასების პრობლემას. ფასები შეიძლება შვეიცარიაში მეტი იყოს, მაგრამ ადამიანებს რომ ხელფასი აქვთ მაღალი, ისინი ყიდულობენ შესაბამისად. მინიმალური ხელფასის კანონ პროექტი მოაგვარებს კანონი დააწესებს საწყის ხელფასს 900 ლარს, 950 ლარს, რომელიც რეალურად უნდა იყოს და შესაბამისად ეს არის მთავარი ევროპაში, ამერიკაში არც ერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც არ არის მინიმალური ხელფასი დაწესებული. ანა, როცა თქვენ ამბობთ, რომ ამას აპროტესტებდით ხელისუფლებაზე, საუბრობდით ამას, ეს ნიშნავს თუ არა, რომ თქვენ ელოდებოდით ხელისუფლებისგან ამ თემაზე რეაგირებას. იმიტომ რომ სწორედ კობახიძის განცხადების შემდეგ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი და ექსპერტთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს არ არის ის თემა, რომელშიც ხელისუფლება უნდა ერეოდეს. იცით რა არის? თუ გადავხედავთ, რა არის ევროპული კეთილდღეობა, მარტივად დავინახავთ, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოში სახელმწიფო იღებს გამს ნაბიჯებს ფასებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს კონკურენციის შემოღება. ეს შეიძლება იყოს მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ხდება, დაშალო. აი ახლა რა ხდება? ორი დიდი სატელევიზიო კომპანია ერთიანდება ამერიკაში და ერთი ამბავია ატეხილი Netflix-ი და მეორე. ერთი ამბავია ატეხილი, რომ ეს ხო არ წარმოადგენს მონოპოლიას, რომ ის მომხმარებელს დაუწესებს პირობებს. მონოპოლიები არ უნდა იყოს, ხო? შეიძლება ეს იყოს მინიმალური ხელფასის შემოღება. ყველა ევროპულ სახელმწიფოში არსებობს მინიმალური ხელფასი. ეხლა ვიღაცა ბარბაროსი თუ არის, რომელიც ერთი მხრივ ევროკავშირის დროშას ატრიალებს და იძახის, რომ მე ევროკავშირში მინდა და მეორე მხრივ არ ესმის, რომ შენ ევროკავშირში იმიტომ გინდა, რომ შენი მოქალაქე უფრო უსაფრთხოდ არის და უფრო კეთილდღეობაში ცხოვრობს და ამას სწორედ სახელმწიფო აკეთებს, ეს ბარბაროსი გასაგებია, რაღაცა თავისთვის იყოს. ჩვენ თუ საუბრობთ, რომ ევროპული სახელმწიფო გვინდა, ევროპული სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეს. რა უნდა დაარეგულიროს ახლა ხელისუფლებამ რა უფლებამოსილების ფარგლებში? პირველ რიგში მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი არის მისაღები. უნდა მიიღო თავის დროზე, როცა ეს დავაყენე, მაშინ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მთავრობასაც და ოპოზიციასაც ამ სფეროში კი არა და საერთოდ არაფერი რა ბევრი რამე არ ესმის, ჩემი კანონ პროექტი მე პარლამენტის წევრი არ ვიყავ, მას ყურადღება არავინ არ მიაქცია. ის კანონ პროექტი იქვე დევს. ავიღოთ გერმანია, ავიღოთ ნიდერლანდები, ავიღოთ ბელგია, ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები. განსაზღვრულია, საათში უნდა კონდეს ამდენი დოლარი ხელფასი, იმის ნაკლები არ შეიძლება. არ შეიძლება საქართველოში ბაღებზე რო არის საუბარი ახლა და კალაძემ რო არაფერი არ იცოდა. უკაცრავად ადამიანი არის ზედამხედველო, ზედამხედველს წარმოადგენს ბაღების სააგენტოში. რაც ხდება ბაღებში, ადამიანები მუშაობენ მონურ ხელფასზე, ქალბატონი დიანა. საქართველოში სახელმწიფო რო გქონდეს, პირველ რიგში მინიმალური ხელფასის კანონს მიიღებდა და აუკრძალავდა ვინმეს, რომ გადაუხადოს მონური ხელფასი მოქალაქესთან. მე ფასი კი არ იქნებოდა. ამით ფასის პრობლემასაც მოაგვარებს. ახლა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის უცხოელების შემოსვლა საქართველოში. ფასების თემა უმწვავესად დადგა 2022-ის შემდეგ, როდესაც საქართველოში შემოვიდა 200,000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე და ამის შემდეგ ნინიას ბაღი ხო არის და შემოდის ვისაც უნდა და გადის, ხო? ფასებზე ამან იქონია გავლენა, რომ საქართველოში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა საქართველოს
ქართულ ხელფასზე მომუშავე საქართველოს მოქალაქისთვის. თქვენ მე მითხარით, შეუძლია თუ არა ქართულ სტუდენტს იფიქროს, რომ საქართველოში იყიდეს ბინას. აი იმ რაღაცა იმებს კორპუსებს რო აშენებენ და დასახლებებს. აქ პრობლემა ხო ეგ არის, რომ ეს დასახლებები ნუცუბიძეზე იქნება ეს თუ კვარიათში იქნება, საქართველოს მოქალაქისთვის არ არის. საქართველოს მოქალაქე ვერ თვლის, რომ მას ხვალ ექნება გიორგი და ნინო, ახალ შეუღლებული წყვილი. მას ვერ ექნება იმდენი ხელფასი, რომ წავიდეს, გამოიტანოს იპოთეკა, მონობაში თავი არ ჩაიგდოს, ბაღში დაისწვენოს და ეს ბინა იყიდოს. ეს ბინა ქართველებისთვის არ არის. და ეს პრობლემა ეხლა თუ გაიღო კობახიძემ, მაშინ რატომ გვიანონსებს? მე დღეს იქიდან მოვდივარ. კომუნიკაციების ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიიდან მოვდივარ, ეხლა იქ ვიყავი მიცგევიჩზე. ხვალ იქნება განხილვა და ის გადაჭრით ვერ ამბობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ არ მოიმატებს ფასი. ხო, ძალიან საინტერესოა. მარეგულირებელი თავისთავად დამოუკიდებელი ორგანოა. მასში ჩარევა ხელისუფლებას არ შეუძლია. თავისთავად ის რომ პრემიერი პირდაპირ ამბობს რომ დაველაპარაკები მარეგულირებელს, პრობლემაა რომ ფასები არ აწიონ. პრობლემაა, იმიტომ რომ მთავრობა მარეგულირებელს კი არ უნდა ელაპარაკებოდეს, პირობებს უნდა ქმნიდეს ქვეყანაში, რომ იყოს სამუშაო ადგილები, ხალხს ჰქონდეს ხელფასი, იწარმოებოდეს ქართული პროდუქტი და შესაბამისად ადამიანები ყიდულობდნენ, ცხოვრობდნენ კარგად. მაგრამ თუ მე გამოყვებით აქ თუ კობახიძე ელაპარაკება მარეგულირებელს, მაშინ მე მას ვურჩევ და ელაპარაკოს კახა ბექაურს, რომელიც მეორე მარეგულირებელში უზის, რომელიც არის ორი ნაბიჯის ცნობილი, ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყველა დაველაპარაკებითო ამ თემაზეო ამბობს დღეს არიცი რა თუ ის გაგრძელება ექნება თუ ის ჩვენ გვეუბნება რომ სურსათი არის და სურსათზე ფასები არის პრობლემა, მაშინ უნდა დაელაპარაკოს სასურსათო კომპანიების მფლობელებს, რომლებიც არიან ქართული ოცნების შემომწირველები. დიახ. ასეთები არიან თითქმის ყველა სასურსათო კომპანიაში. დაიწყეთ გიორგი გველესიანიდან, დავამთავროთ სხვა რამდენიმე პირით, რომელსაც ახლა არ დავასახელებ ყველა შეული. ეს ნახეთ რაშია საქმე, დიანა. ადამიანი რო არის სასურსათო კომპანიაში და მერე ფული მიაქვს ქართულ ოცნებაში, პირველი ვის უნდა კითხოს ქართულმა ოცნებამ, რატო არის ეს დიდი ფასები? იმიტომ რომ ამ ხალხს ჯიბიდან, ჩვენი ჯიბიდან ამოაქვს ფული და მერე მიაქვს პარტიაში. და აი მათ კითხონ ზუსტად ფასები რატოა მაღალი. კი ბატონო, მინდა რომ კიდევ ერთ თემას შევახოთ, ეს არის შევახოთ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის დაკავება, რომელიც ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებად იქნა, ასე ვთქვათ, ასევე მოწოდებული აუდიტორიისთვის. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ფიქრობთ, რომ ესეც არის და ასევე რაღაც შიდა კლანური ბრძოლა თუ რა შეფასება გაქვთ ლილუაშვილის დაკავებაზე? ხო, ძალიან მნიშვნელოვანია მინდა ვთქვა, რომ ეხლა ვიყავი სწორედ აი მარეგულირებელში და 29-ში 12 საათზე მინდა რომ ყველას მოვიდეს, ვისაც ეს საკითხი ადარდებს, ფასებთან განხილვა ექნება საჯარო ხდომა და მივალთ დავესწრებით თუ მანამდე სხვა რამე არ მოხდა. 29-ში 12 საათზე მიცგევიჩზე არის. რაც შეეხება ლილუაშვილის დაკავებას, რა თქმა უნდა, აქ ის ფული, ესეთი არ ვიცით რა თანხაზეა საუბარი, არ ვიცით რა მტკიცებულებებია ამ საქმეში, მაგრამ თავარი არის რომ აქედან არაფერი საქართველოს მოქალაქეებს არ ხმარდება. ბიუჯეტში, რომელიც ეხლა იყო განხილვაში, ხო, არ არის მითითებული მუხლი, სადაც ჩვენ დავინახავთ, რომ ის 30 მილიონი, 40 მილიონი, 50 მილიონი უკან ბიუჯეტში შემოვიდა და მოხმარდა სკოლაში ყვებას თუ ბაღებში ყვებას. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი შიდა გადარჩევა, ვინ ვიღაცას ნათლიაში რო არის, ხო? არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი. აქ პირიქით არის. არავით არის საქმე მხოლოდ პირადული. ეს არის პირადი გარჩევები. ვის და ვის შორის, რა დონეზე თქვენი დაკვირვებით? იცით რა, მე იმ კონსპირაციის თეორიებს, რომ ეხლა ჩვენ რაღაცა თანაგზნობა უნდა გამოვიჩინოთ ბიზინა ივანიშვილის მიმართ, ის ვითარებას ვერ აკონტროლებს და შეიძლება რაღაცა. ანუ არსებობს ეგეთი თეორიები, არსებობს კი. ამას არ ვიზიარებ. იმიტომ რომ ჩვენ თუ შევხედავთ სხვადასხვა თანამდებობებზე, ძალიან მნიშვნელოვანია თავარი აქ არის საკადრო პოლიტიკა. სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშნულ ადამიანებს ირაკლი კობახიძეს თავისი თანამოაზრეები ყავდა და მას ბევრად უფრო ნაკლები ყავს. ანუ ადამიანი მარტო ხო არ უნდა იყოს, უნდა ყავდეს ამის უფროსი, იმის უფროსი, იმის უფროსი. ეს ასე არ არის. შესაბამისად, მე არ მგონია რომ ამ ხრივ ივანიშვილი არის მოწყვლადი. მე ვფიქრობ, საქმე იმაშია რომ ბევრმა ადამიანმა მაშინ, როდესაც ივანიშვილი იყო სხვა რაღაცეებით დაკავებული,
ის მილიარდებს მართავს და მე ძალიან კარგად ვიცი მილიონერების ფსიქოლოგია, ისინი დაკავებულები არიან ზოგადად თავისი საქმის ფულის მართვით და პოლიტიკას უთმობენ ამდენ დროს. და შესაბამისად ამ დროს ვიღაცებმა გაილახეს, წავიდნენ საბალახოთ და ეს უკვე არ არის ის შედეგი. მე შეგახსენებ ძალიან საინტერესოა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ, ერთ-ერთი როდესაც ის გამოჩნდა საჯაროდ, სადაც ის საუბრობს, როგორ აგებინა, თვითონ საუბრობს, აგებინა პასუხი თავის ოჯახის წევრებს კორუფციისთვის. დაბრუნდა, შეამოწმა ანგარიშები, შეხედა, რომ აქ ბალანსი არ ჯდება, მან ეს კარგად იცის. ახლა ამ ხალხს, როგორც ჩანს, მოთხოვნილი აქვს, რომ ყველაფერი რაღაცები უკან აანაზღაუროს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ბაღში საკვების სწორედ ისეთივე უხარისხო იქნება მანამდე, ბაღების უმეტესობაში სწორედ ისეთივე პრობლემები იქნება ტვერის და არაჯანსაღი ვითარების, როგორც მანამდე. თქვენ სადმე ნახეთ, აი მაგალითს გეტყვით, ცოტა ხნის წინ ეს ზარქუასთან დაკავშირებული კომპანიას რომ ვითომ აგებინეს პასუხი და მე სკოლების რემონტთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცით ხო? ერთდღიანი ამბავი იყო. ზარქუას ნათესავი რომ დაიბარეს სკოლების რემონტის თემაზე, ამის შემდეგ კორუფციის საკითხზე ვერაფერი ვერ გავიგეთ, ყველაფერი რა ვიცი, სადღაც დასრულდა, რა სკოლები აშენდა, ახალი სკოლები წამოიჭიმა, ის სკოლები დასრულდა, ყველაფერი ისე ვიცია. ქვეყანა ის ზუსტად ისევ არის მიგდებული უპატრონოდ, დიანა, ამიტომ მგონი რომ ეს უბრალოდ გარჩევა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა ანა დოლიძეს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, მაყურებელს ვეტყვი რომ უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა.